გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ. დღევანდელი ვიდეოს თემა, როგორც ათაურიდან შეიტყვეთ, არის მოტოციკლის აკუმულატორები. და არა მარტო მოტოსი, ფაქტობრივად ჩვენ აკუმულატორებზე რასაც ვილაპარაკებთ, ეს ეხება მოტოებს, ავტომობილებს, კვადროციკლებს და ასე შემდეგ. სანამ თვითონ ამ თემაზე გადავალთ, მინდა ორი სიტყვა თქვა იმაზე, დღეს რაც ხდება საქართველოში. ანუ კონკრეტულად ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ადგენს ახლა ვისთან უნდა მოვიხაროთ ბოდიში და რისთვის და მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომ ეს ცირკია რაღაცა კოშმარია, არ ვიცი რას ემსახურება, რის მიღწევა უნდათ ჩვენ ეგრეთ წოდებულ მთავრობას. სავარაუდოდ ჩემი აზრით მინდა დავაფიქსირო, ეს ვიღაცა FSB-ს მაიორი, ვინც ეხლა მაგათი უფროსი არის ყველასი, ამ ვიდეოებს იწერს და აჩვენებს კრემლში და იღებს რა ვიცი პრემიას და უწევკას იმაში, რა ქვია, სოჩაში. აი ნახეთ, ქართველებს რაც მინდა იმას ვალაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ფარსი არავის არ აინტერესებს, ეს არც აფხაზ და არც სეპარატისტებს არ აინტერესებთ და არაფასებენ ამას, ასე ვთქვათ, და არც არანაირი ბუდიშს და არაფერს ჩვენგან არც ელიან. საერთოდ საუბარი მაგაზეც არ არის. საუბარი ახლა არის ჩვენი ნამდვილი მეთაური, ვინც არის ქვეყნის ვიღაცა მაიორი პაპოვი, მიიღებს ახლა იმას პუწოვკას სოჩაში თუ კარგად შედგება ეს კომისია, მიიღეს პუწოვკას შეიძლება უცხოეთში, სადმე, არ ვიცი, დუბაიში ან იმაში ეგვიპტეში. აი გარი რაც არის ახლა ეს ჩვენი ვითომ რაღაცა საგამოძიებო კომისია. მოკლედ დაუბრუნდეთ ახლა ისევ ჩვენ თემას. აკუმულატორები ყველას საინტერესო არის, ყველას ასე თუ ისე ქონია რაღაცა შეხება თავისი მოტოს, ავტომობილის, კვადროციკლის აკუმულატორზე და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 4 ძირითად ტიპს აკუმულატორების. მე მგონი ფაქტობრივად 99% შემთხვევას ფარავს ეგ. როგორ ავარჩიოთ აკუმულატორი, რითი განსხვავდება, როგორ მოვუვაროთ. პირველ რიგში მოდით სანამ გადავალთ აკუმულატორის მარკირებაზე და როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან, ჩამოვთვალოთ რა აკუმულატორები არის საერთოდ შეგვხვდება ჩვენ დღესდღეობით. პირველი არის ეს ჩვეულებრივი მჟავა აკუმულატორები, რომელიც ყველას გვინახავს და გვახსოვს ბავშვობიდან. ესეთი აკუმულატორები ძალიან გავრცელებული იყო, ეხლა სხვათა შორის საკმაოდ გავრცელებულია. სურათზე ხედავთ მჟავა აკუმულატორს, რომელსაც ძალიან ადვილად თხევად მჟავა აკუმულატორს, ყველა მჟავა აკუმულატორი აბსოლუტურად ჩვენს განვიხილავთ. საუბარი არის თხევად მჟავა აკუმულატორს, რომელშიც თვითონ ეს მჟავა ელექტროლიტი, რაც რეალურად არის მარილმჟავა გახსნილი წყალში სხვადასხვა კონცენტრაციით, არის თხევად მდგომარეობაში. შესაბამისად დატანილი არის ესეთი ნიშნები, რომ ნახოთ რა დონეზე არის ეს ჩვენი ელექტროლიტი, ანუ მჟავა, ანუ სითხე აკუმულატორში და ვაკონტროლოთ, რა თქმა უნდა, რა დონეზე არის. შემდეგი არის AGM აკუმულატორები, რომელსაც ხშირად ჟელეს ეძახიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუძახოთ ჟელე, იმიტომ რომ არ არის ეს ჟელე აკუმულატორი AGM-ი. ეს არის აკუმულატორი, რომელშიც იგივე მჟავა არის ფლად არათხევად მდგომარეობაში, იმიტომ რომ აკუმულატორში არის მოთავსებული მინა ბამბა, ჩვეულებრივად და ეს სითხე გაჟღენთილია მინა ბამბაში და შესაბამისად არ არის ფლად თხევად მდგომარეობაში, არ გადმოისხმევა. სულაც რომ გატყდეს აკუმულატორი, გასკდეს სითხე იქიდან არ გადმოვა, იმიტომ რომ დარჩება გაჟღენთილი ამ მინა ბამბაში. შემდეგ გვაქვს უკვე ჟელე აკუმულატორები, რომელსაც ჯელ ქვია, ჟელე, ხო? ეს აბრევიატურა არ არის, როცა AGM-ი არის აბრევიატურა, absorbent glass mat, ანუ გაჟღენთილი შუშის მატი, შუშა ბამბა იგულისხმება ამ შემთხვევაში.
შემდეგ ესე იგი როგორც გითხარით ჟელეს აკუმულატორები, რომელშიც ნამდვილად ეს იგივე ჩვენი მჟავა შერეულია სილიკატის ფხვნილთან. ესეთი სილიკატი ალბათ ყველას გვინახია ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლება სინესტე გაჩნდეს, ნებისმიერ ნივთში არის ეგ, იმიტომ რომ სილიკატი ნებისმიერ სითხეს იწოვს და უცვლის აგრეგატულ მდგომარეობას, ანუ არათხელად ხდის. და რა თქმა უნდა ლითიუმის აკუმულატორები, რომლებიც საკმაოდ უკვე განსხვავდება და არ არის ეს მჟავა აკუმულატორი. განსხვავებისგან წინა სამის, მან სხვანაირად ხდება შენახვა ენერგიის და გაცემა და ჩვენ ამ 4-ვეს განვიხილავთ. დავიწყოთ ესე იგი პირველი აკუმულატორით, რომელიცაც თქვენ ხედავთ ახლა, ეს არის მჟავა აკუმულატორი. როგორ ამოვიცნოთ, პირველ რიგში აუცილებლად ეტყობა გარედან რომ შიგნით თხევადი სითხე აუცილებლად არის გაკეთებული ის რომ ვაკონტროლოთ დონე და თუ დონე კლებულობს დავამატოთ გამოხდილი წყალი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მჟავის დამატება. ეს ყოველთვის დაიმახსოვრეთ, მჟავის არსად დამატება არ შეიძლება. მარტო წყალი. წყალი ორთქლდება აკუმულატორის მუშაობის დროს, შეიძლება აორთქლდეს, მჟავა არასოდეს არ ორთქლდება. მჟავა ყოველთვის რჩება აკუმულატორში. წყალი შეიძლება სულ გაქრეს და რამოდენიმე გრამი სუპერ კონცენტრირებული მარილმჟავა დარჩება აკუმულატორში, შემდეგ გამოხდელ წყალს დავამატებ და თუ აკუმულატორი დაზიანებული არ არის, ისევ ამუშავდება. ესე იგი, ამოვიცანეთ ეს ჩვენ მჟავა აკუმულატორი, ეს საკმაოდ კარგი, რეალურად კარგი აკუმულატორები, იმიტომ რომ მრავალი წელი პრაქტიკის მაგათ გამოყენების ეს აკუმულატორები იხვეწებოდა. რა დადებითი მხარე აქვს ახლა მჟავა აკუმულატორს, ეს არის იაფი, ის არის სერვისებადი, ელექტროლიტის გამოცვლა შეიძლება. ამ თლიანად ჩამოისხას აკუმულატორიდან გამოირესხოს ახალი ხარისხიანი ელექტროლიტი ჩაისხას და თუ ფიზიკურად შეგნით აკუმულატორი დაზიანებული არ არის, შეიძლება ახალი სითხის ჩასხმა თითო კილაში, ანუ როგორც ხედავთ აკუმულატორს 6 კილა აქვს ცალ-ცალკე, ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის სითხე ერთ და მეორეში არ გადადის. თითო კილას ძაბვა არის 2 ვოლტი, ოდნავ მეტი ვიდრე 2 ვოლტი და ერთმანეთში არის გადაერთებული შეგნით უკვე სადენით და შესაბამისად 12 ვოლტს გვაძლევს. 6 ვოლტიან აკუმულატორის შემთხვევაში 3 კილა იქნება და 24 ვოლტიანი შემთხვევაში 12 კილა. ეს უნივერსალური კილები არის და ყოველთვის გამოიმუშავებს 2 ვოლტ ძაბვას. ერთი იქნება თუ 10 არ აქვს მნიშვნელობა, ერთმანეთზე არის მიმდევრობით და არაპარალელურად დაკავშირებული ეს კილები და გვაძლევს თითო 2 ვოლტს. ისე ამ კილის გამორეცხვა შეიძლება ელექტროლიტის შეცვლა, ხელახლა დამუხტვა, რაც ასე ვთქვათ შემოუხანგრძლივებს კიდევაც ცხოვრებას აკუმულატორს. დადებითი ასევე არის ამ აკუმულატორის ის მხარე, რომ არ ეშინია სრულად დაჯდომის. ანუ თუ ის დაჯდა ბოლომდე, ნოლამდე, მერე ისევ დაიტენება ჩვეულებრივად. ზოგი ძახის ხანდახან უხდება კიდეც აკუმულატორის ბოლომდე სრული ციკლის ჩატარება დაჯდო 0 ვოლტამდე, მერე ხელახლა დამუხტვა. რესურსი საკმაოდ დიდი აქვს ესეთ აკუმულატორს. გამარჯობა ლუკატა. 4 გამარჯობა. წერეს უცხოელი მუშაობა, მოგეფერები. რესურსი დიდი აქვს ამ აკუმულატორს, სავარაუდოდ ვიტყოდი 5-6 წელი მუშაობს. არ არის გრძნობიარე დამუხტვაზე, ანუ გადამუხტვის შემთხვევაში ან ძალიან დაბალი ძაბვით და დენით დამუხტვაზეც დაიმუხტება. და მე მგონი ყველა ჩვენ ჩამოთვლილი დღეს რასაც განხილული აკუმულატორებიდან ყველაზე ნაკლებად გრძნობიარეა გადამუხტვაზე. ნადუღდება შეგნით ეს ჩვენი მჟავა, წყალი დაიწყებს აორთქლებას, მაგრამ არ დაიწვება. უარყოფითი მხარეები რა აქვს ჩვენ მჟავა აკუმულატორს, ის რომ აუცილებლად ვერტიკალურად უნდა იყოს, ხომ? არავითარ შემთხვევაში დაწვენა არ შეიძლება ელექტროლიტი გადმოვა. ეს კიდე არაერთხელ გეტყვით კიდე ამ გადაცემის სრულობისას, რომ აკუმულატორის მჟავა, მარილმჟავა არის საკმაოდ კონცენტრირებული, ძალიან სახიფათოა
და განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ცხელია, იმიტომ რომ ქიმიური რეაქცია, რა თქმა უნდა, უფრო აჩქარებულია და უფრო ჩქარად წვავს, ტანსაცმელს ანადგურებს, ვიცით ეგ. და ასევე ჟანგავს ყველაფერს თავის გარშემო. ესეც დიდი უარყოფითი ხარია მისი, იმიტომ რომ ანაორთქლი თვითონ აკუმულატორის მუშაობის, ნორმალური მუშაობის დროსაც კი ეს ანაორთქლი ფეთქებადია, ხო, მაგიტომ არის ზოგი წესები დასაცავი აკუმულატორის დაერთებისას, რომ ნაბერწკალი არ მოქცეს კლემაზე, იმიტომ რომ გაზები, რომელიც აკუმულატორის გარშემო იქნება, შეიძლება აფეთქდეს. რა თქმა უნდა, სულ თქვა ძალიან სახიფათოა, თუ აკუმულატორი სიტყვაზე მანქანაში არასწორად არის დამონტაჟებული და ვენტილაცია არ აქვს, სალონში შემოდის ანაორთქლი, ძალიან სახიფათოა ეგეც. და თვალში მოხვედრისასაც, რა თქმა უნდა, წესები უნდა დავიცვათ უსაფრთხოების. იმ შემთხვევაში თუ კანზე ან თვალში მოხვდა, უნდა დავიბანოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მჟავის განეიტრალება კანზე, ანუ სოდით, ხო, ანუ ბორჯომით, იგივე როგორც იცით, რომ ბორჯომი სოდას შეიცავს. ტუტეა და მჟავას განეიტრალებს, მაგრამ თუ განეიტრალავთ თქვენ კანზე ან თქვენ თვალში, ეს თვითონ განეიტრალების პროცესი ძალიან ცუდად დამთავრდება. ამიტომ უსაფრთხოების წესები თუ კანზე ან თვალზე მოხვდათ, უნდა დაიბანოთ, გამოირეცხოთ წყლით თვალი და თუ გაგრძელდა რაღაც ცუდი შეგრძნებები, აუცილებლად იბრძანდით ექიმთან. ეს რაც შეეხება ჩვენ მჟავა აკუმულატორებს და მას უსაფრთხოებას. შემდეგი ყველაზე გავრცელებული არის უკვე ეს AGM აკუმულატორი, მინა ბამბა, გაჟღენთილი ჩვენი იგივე მარილ მჟავით, ზუსტად იგივე ელექტროლიტით, იგივე კონცენტრაციით, რანაირ განსხვავება არ არის. ამ აკუმულატორებში შეიძლება, როცა ყიდულობს მჟავა უკვე შიგნით იყოს მოთავსებული, შეიძლება ცალკე მოდიოდეს ბოთლებში, ანუ სპეციალური ბოთლები არის, რომელთაც თითო კილაში, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ჩვენ 6 კილა გვაქვს 12 ვოლტიან აკუმულატორზე. ეს ივსება აკუმულატორი, ეს ბამბა იჟღენთება ელექტროლიტით და წარმოებელი თვითონ ითხოვს, რომ რამდენიმე წუთი არ გამოვიყენოთ, რომ კარგად გაიჟღინთოს დრო უნდა ნამდვილად, რომ თანაბრად გავრცელდეს ეს მჟავა. და უკვე ახალი ელექტროლიტის ჩასხმის შემდეგ, ანუ მჟავის, აკუმულატორი დამოხტულია 80%-ზე. ფაქტიურად შეიძლება უკვე მოტოზე დაყენება, თუ აპირებთ დღის განმავლობაში მის ექსპლუატაციას. თუ არა, ჯობია ჯერ დაიტენოს, შემდეგ ჩავდოთ უკვე დაიტენოს 100%-მდე, ჩავდოთ მოტოში და მეორე მესამე დღეს როცა გვინდა, დაიქოქება და იმუშავებს. რა დადებითი მხარე აქვს ახლა AGM აკუმულატორებს. არ ჭირდება მომსახურეობა, ჩვენ როცა ჩავასხეთ მჟავა, თავი იხურება ისე, რომ შემდეგ მის გახსნა არ შეიძლება უკვე და არასოდეს არ დაგჭირდება არაფრის დამატება შიგნით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს შეუძლებელია და არც უნდა დაგჭირდეს. ძალიან კარგი სასტარტო მახასიათებელი აქვს, ანუ ეგრევე გასცემს დიდი ამპერაჟის დენს სტარტერისთვის, სხვადასხვა დამოვიწყდა მე თქვა ჩვეულებრივ ხევადი მჟავის აკუმულატორზეც იგივე არის, ფანტასტიკურად მუშაობს, სტარტერისთვის არის იდეალური, იმიტომ რომ მომენტალურად შეუძლია გასცეს ძალიან დიდი მუხტი. AGM-ს თვით ცლა აკუმულატორის შედარებით უფრო დაბალი აქვს, სავარაუდოდ, ვიდრე თხევადი მჟავის აკუმულატორს. AGM აკუმულატორი შეიძლება გვერდზე დავაწვინოთ, ნებისმიერ გვერდზე, ორიდან ხო და იმუშავებს ჩვეულებრივად. მაგრამ არ შეიძლება ვერტიკალურად ამოტრიალურ მდგომარეობაში თავდაყირა დაყენება. არც ერთი აკუმულატორის თავდაყირა დაყენება ფაქტობრივად არ შეიძლება ლითიუმის გარდა. თავდაყირა დაყენება არ შეიძლება, დანარჩენი ნებისმიერ გვერდზე დავაწვინოთ და აკუმულატორი იმუშავებს ჩვეულებრივად. უსაფრთხო არის, ვინაიდან ისევ არა გვაქვს ჩვენ ეს ხევადი მჟავა, ის არ გადმოვა აკუმულატორიდან. ანაორთქლიც ფაქტიურად არ აქვს, აქვს ისევე კლაპანი, როგორც წინა აკუმულატორს, მაგრამ ძალიან იშვიათ არ დუხს ფაქტიურად, არასოდეს არ დუხდება შეგეთ ელექტროლიტი, რომ დიდი ანაორთქლი ქონდეს. უარყოფითი მხარეები AGM-ის არის, რომ არ უყვარს დაცლილ მდგომარეობაში ყოფნა. 50%-ზე ქვევით, როცა არის დამოხტული აკუმულატორი და ესე შევინახავთ,
რამოდენიმე თვით ის სავარაუდოდ აღარ დაიმოხდება, იმიტომ რომ სულფაცია ხდება, სულფატებს იგროვებს ფირფიტები ტყუის, რომლებიც ასე ვთქვათ იზოლაციას აკეთებენ ამ ფირფიტების და შეიძლება აკუმულატორი აღარ აღდგეს საერთოდ. ან თუ დაიტანება ესეთი აკუმულატორი, რომელიც დაცულ მდგომარეობაში დიდხანს იყო, ტევადობა ბევრად უფრო ნაკლები ექნება, ვიდრე უნდა ქონდეს. იმუშავებს ალბათ იგივე დროის პერიოდი რაც მუშაობდეს, მაგრამ თბილად უფრო დაბალი ტევადობით. ძალიან გზნობიარეა ისევ და ისევ დამუხტვაზე, რახან ადუღების საშუალება არ აქვს და არ გრილდება, ასევე უუჭერს უფრო ვენტილაცია, ადუღების შემთხვევაში გაზების გამოსვლა, ამიტომ გადამუხტვაზე ძალიან გზნობიარე და შეიძლება დაიწვას უბრალოდ ტემპერატურა ისეთ ტემპერატურას მიაღწიოს დატანვისას, როცა ტყუის ფირფიტები დაჩამოდნება, ანუ გასაგებია ტყუია ძალიან შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნება და არ ჩამოდნება, რა თქმა უნდა, ბოლომდე თხევადი არ გახდება, მაგრამ ის შეიცვლის ფორმას, დაამოკლებს უკვე, დაიშლება და ასე შემდეგ. უარყოფითი მხარე ასევე შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე მჟავა აკუმულატორები და ბოლომდე, ნოლამდე დაჯდომის შემთხვევაში შეიძლება არ დაიტანოს საერთოდ, ეგრევე დიდი ხანი არ ვაცალოთ ჯდომა და ცადოთ დაატენვა იმის მიერ, რაც ნოლზე ნოლამდე დაიცალა და ისევ არჩება არ დაიტანოს, ან დაიტანება და ტევადობა ექნება შემცირებული. შემდეგ არის უკვე ჟელე, ნამდვილად ჟელე აკუმულატორები, რომლებიც აი ესე გამოიყურება UPS-ის აკუმულატორებს ეძახიან, ნამდვილად UPS-ებში ზუსტად ეს ჩვენი ჟელე, ნამდვილი ჟელე აკუმულატორებია, რომელშიც ჟელე არის სითხის მაგივრად. ესეც ძალიან გავრცელებულია ისეთ მოტოებში, ისეთ ტექნიკაში, რომელსაც სტარტერი არ აქვს, იმიტომ რომ ჟელე აკუმულატორს აქვს ძალიან დაბალი სასტარტო დენი. და ეს დენი, როგორც წესი, სპეციალურად კლემები აკუმულატორზე ისე გაკეთებული, რომ ეთყობოდეს, რომ დიდ დენს თვითონ კლემაც ვერ გაატარებს, არ არის მასიური, შორბი შტეკელი არის ეს, რომ იგულისხმება, რომ 100 ამპერი არასოდეს არ გაივლის ამ შტეკელში. არასტარტერულ ტექნიკაში ძალიან კარგი არის ეს აკუმულატორი და დადებითი მხარეებიდან ისე აქვს, რომ მოსახურება არანაირი არ ჭირდება. ნებისმიერ მდგომარეობაში მუშაობს. თავდაყირა მდგომარეობაშიც მინახე რომ მუშავდეს, მაგრამ წარმოებელია რეკომენდირებას არ გვაძლევს რომ დავაყიროთ თავდაყირა. არანაირად არ სუნთქავს ეს აკუმულატორი, საერთოდ გაზები არ საიდან არ გამოდის, არ ჭირდება, არასოდეს არ წამოდუღდება. თუ წამოდუღდა შეგნით ელექტროლიტი მორჩა მაგ აკუმულატორის ცხოვრება. კიდე დადებითი მხარე რომ თვითცლა აქვს, აი მინიმალური აბსოლუტურად ამ აკუმულატორს, იმიტომ რომ შეიძლება 1 წელი თაროზე იდოს და გავზომოთ ძაბვა და თავისი ნომინალური ძაბვა ქონდეს. ანუ ისეთ ადგილებში, სადაც რაღაცა ტექნიკაში მოსაც ხშირად არ ვიყენებთ, მაგალითად გენერატორი ხო? როცა შოქი ჩაქრება, ჭირდება უცებ გენერატორის დაქოქვა, გენერატორის შემთხვევაში ეს აკუმულატორები ძალიან კარგია, მithmeत რომ გენერატორს ძალიან პატარა დენი უნდა სტარტერისთვის დასაქოქად, გენერატორებში ძალიან კარგად გამოიყენება ეს აკუმულატორები. არის ჟელი აკუმულატორები, ჟელი აკუმულატორები სასტარტეროც კი, ისევ და ისევ ცოტა ოდნავ მოძლიერებული კლემები აქვს, მაგრამ მაინც ეს აკუმულატორი არასოდეს არ მოგცემს ჩვენ ისეთ სასტარტო დენს, როგორც თხევადი მჟავის და AGM აკუმულატორი. ასევე ამ აკუმულატორს არ ეშინია დაჯდომის, რატომღაც პრინციპულად დიდად არ განსხვავდება AGM-ისგან, მაგრამ ნოლზე განმუხტვა და მე ხელახლა დამუხტვა, მაგალითად რაც UPS-ში როცა არის, ხო, მიჭდება და დამჟდარ მდგომარეობაშია UPS-ში, სანამ ხელახლა არ ჩავაერთებთ, ისევ დაიმუხტება და იმუშავებს კარგად. უარყოფითი მხარეები, ესე იგი, ამ შემთხვევაში ფასია, საკმაოდ ძვირია.
ასევე დიდხანს იტენება ეს აკუმულატორი, უფრო ნაკლები დენი უნდა დამოხტვისას და მაღალი დენი რომ მივცეთ, უბრალოდ არ მიიღებს გაუჩნდება წინაღობა და ამიტომ იტენება დაბალი დენით, ნელა სამაგიეროდ მუხტს ინარჩუნებს წლების განმავლობაში. არ შეიძლება ასევე ამ აკუმულატორის დატოვება დიდი ხანი დამტენზე, სპეციალური დამტენები არის, ჩვენ მაგას განვიხილავთ მალე, რომლებიც ინარჩუნებენ აკუმულატორს მთელი ზამთარი შეგვიძლია დავტოვოთ მაგ დამტენზე დაერთებული და ეს დამტენი სპეციალურ ციკლს ატარებს შენახვის უკვე აკუმულატორის დატენვის და ჩვენ ჯელ აკუმულატორზე ამის გაკეთება რატომღაც არ შეიძლება. და ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ყველაზე თავი ვიყავით ხარე, რომ სტარტერი ძალიან არ უყვარს ამას. არ დაზიანდება მოკლე ჩართვის შემთხვევაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად სტარტერი არის რაღაცა სიხშირით აკუმულატორის დამოკლება, იმიტომ რომ იმდენად ისეთი ხვია თვითონ სტარტერში, რომ ეს რაღაცა სიხშირით უბრალოდ ამოკლებს აკუმულატორს და ამ დამოკლების შემთხვევაში აკუმულატორმა უნდა გასცეს საკმაოდ დიდი დენი და ამ დამოკლების არეშინია რეალურად. მაგრამ დამოკლების შემთხვევაში დიდ დენს არ გასცემს და ზოგ შემთხვევაში მაგალითად ისევ ტექნიკაში, კომპიუტერულ ტექნიკაში ეს დადებითი მხარეა, ხო? ანუ ხანძარს არ გააჩენს და არაფერი ხდება. შემდეგი უკვე გვაქვს ლითიუმის აკუმულატორები. ლითიუმის აკუმულატორი პრინციპულად განსხვავდება უკვე ჩვენ წინა სამი მჟავა აკუმულატორისგან, იმიტომ რომ ლითიუმ აკუმულატორში მჟავა და ტყვია არ არის. შესაბამისად, ბევრად უფრო მსუბუქია და აკუმულატორში ყველაზე მძიმე ზუსტად ტყვია არის, შიგნით არის და არა სითხე. და შედარებით ახალი ტექნოლოგია, ახლა მე რამდენად მახსოვს პირველად, ალბათ 15 წლის უკვე დავბედი. პირველად ალბათ 15 წლის წინ შემხვდა მე მოტოციკლებზე ლითიუმის აკუმულატორი, მაშინაც სხვანაირი იყო. გარე ბლოკი ჭირდებოდა, გადამყვანი რომ მოტოზე დაყენებული იყო, ახლა ეს ბლოკი უკვე ყველა აკუმულატორში შიგნით არის. დადებითი მხარე ლითიუმის აკუმულატორის არის ზომა და წონა. პრინციპი თვითონ რომ გიეთხრათ რა ხდება ხა შიგნით აკუმულატორში რომ გავხსნათ, ხო? უმეტეს შემთხვევაში ახლა არ აქვს არხნული აკუმულატორი, მაგალითად ხარლი უშვებდა, ჰარლი დევიდსონი უშვებდა ლითიუმის აკუმულატორს თავის სპორტსტერის მოდელისთვის 2009-2011 წლებში, მე ისევ ჩვეულებრივ AGM აკუმულატორებზე გადავიდნენ. და ნებისმიერი სხვა ფირმის აკუმულატორი, რომელიც მე გამიხსნია უბრალოდ და მინახე შეგით რა არის, დევს ტელეფონის აკუმულატორები, ჩვეულებრივი. და უმეტეს შემთხვევაში მეორადი ტელეფონის აკუმულატორები სავარაუდოდ, იმიტომ რომ ყველა რაღაცა სხვა ფირმის, სხვა ზომის და წონის არის შეგით ჩალაგებული, ანუ ესეთი წარმოებლებია, ასე ვთქვათ, ბჭყალებში და რეალურად აკუმულატორის ამწყობები ყიდულობენ აკუმულატორის кейს, შეგით ალაგებენ მეორად ტელეფონის აკუმულატორს, რომელიც საკმაოდ იაფად ყიდულობენ, იმიტომ რომ ლითიუმის აკუმულატორი ძალიან ძვირია. და საკონტროლო პლატას, ანუ პატარა კომპიუტერია, რომელიც აკონტროლებს ამ ჩვენ დამუხტვის და განმუხტვის პროცესს. მეორე დადებითი მხარე, როგორც თვითონ წარმოებელი აღნიშნავს, არის დიდი ხნის ექსპლუატაცია, ანუ რაც მე სხვადასხვა რომ წავიკითხე სპეციფიკაციები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული წარმოებლის ამ მოტოციკლის ლითიუმის აკუმულატორების გამიკვირდა ის, რომ არაფერი შთამბეჭდავი მან ციფრები არ არის. ანუ 3 წლამდე უწერია ექსპლუატაცია ვადა. რაც აკუმულატორის ძალიან ცოტა. ნებისმიერი სხვა ჯელი აკუმულატორი ალბათ 5-6 წელი იმუშავებს, AGM-იც 5-6 წელი და 4 წელი მინიმუმ იმუშავებს თხევადი მჟავის აკუმულატორი, იმიტომ რომ გააჩნია როგორ უფრთხილდებით, ხო, როგორი დამუხტვა მიდის და როგორი განმუხტვა. ამიტომ სავარაუდოდ ლითიუმის აკუმულატორი 3 წელზე მეც არ იმუშავებს. ვინმეს თუ გაქვს გამოცდილება, რომ ლითიუმის აკუმულატორი მოტოში დგას და მუშაობს 3 წელზე მეტი, გთხოვთ კომენტარებში დაგვიწეროთ, მეც მაინტერესებს როგორც ხელოსანს, თუ არ ეგეც საშუალება. ასევე წარმოებელი ძახის, რომ მინიმუმ 1000 ციკლს გაუძლებს და მუხტვა
განმუხტვის, რაც მოტოზე სიარულით ალბათ ციკლი არის, ერთხელ დავქოქეთ, გავიარეთ და გავაჩერეთ, ხო, დავქოქეთ, დაჯდა აკუმულატორი და ჩავთვალოთ, რომ ერთი ციკლია, ხო? შეიძლება მეტიც იყოს, იმიტომ რომ მაგალითად საცობში გავჩერდით, ამ დროს აკუმულატორი ფარები ანთებულია, ყველაფერი, აკუმულატორი განიმუხტება, მაგრამ თქვათ, რომ ერთი მოტოს დაქოქვა და გატარება ერთი დღე, ერთი ციკლია. ამ შემთხვევაში ისევ სავარაუდოდ 3 წელ აქტიურ ექსპლუატაციას უდრის ეს 1000 ციკლი დამუხტვის. დადებითი მხარე ასევე სწრაფი დამუხტვა არის, ლითიუმის აკუმულატორი ძალიან სწრაფად იმუხტება. დიდ დენს წაიღებს და მაგ დენს შეინახავს. ლითიუმის აკუმულატორს აქვს დაბალი თვით ცლა ასევე, ისევე როგორც მჟელე აკუმულატორს. ისევე და ისევ არ შეგვეშალოს AGM აკუმულატორი, რაცაც როცა ყიდიან საქართველოს და ჟელეს ძახიან, ჟელე არ არის AGM, არ ნიშნავს ჟელეს. ჟელეს ნიშნავს ჟელე აკუმულატორს. ასევე იცით როგორ არის, ანუ ითვლება დაბედებით ხარეს, რომ სიცივეს საკმაოდ უძლებს, ხო, ანუ 0 გრადუსზე სასტარტო დენი საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ ასევე საექსპლუატაციო დოკუმენტაციაში წერია, რომ 0 გრადუსზე და ქვევით დამუხტვა არ შეიძლება, ვინაიდან ის აფეთქდება. ანუ არ ვიცი რა სიცივეს უძლებს, მაშინ ჩვენ თუ 0 გრადუსში დავქოქეთ მოტო და დაქოქვის დროს აკუმულატორი დაჯდა, ხო, სწორზე მატერიალიც საერთოდ ძნელად იქოქება მოტოციკლეტი მანქანა დაბალ ტემპერატურაზე და მერე დაიწყო რა თქმა უნდა დაქოქვისთანავე აკუმულატორის დამუხტვა და 0 გრადუსია ნაკლები. ინტერნეტზე სავსეა ვიდეოებით, როგორ ფეთქდება ეს აკუმულატორი ბომბივით. და ჰაერში წევს მოტოციკლებს და აი არ ვიცი, ეგეც წერია და ესე დადებითი მხარე დაბალ ტემპერატურაზე ექსპლუატაცია, ალბათ ექსპლუატაციაში აფეთქებაც იგულისხმება. უარყოფითი მხარეები. თვითონ დოკუმენტაციით რაც მე წავიკითხე, გამოდის ისე, რომ ლითიუმის აკუმულატორი ასე ვთქვათ, ტევადობას კარგავს პირველივე დამუხტვის მერე. ანუ თუ AGM gel და თხევადი მჟავა აკუმულატორი 2-3-4 წელი მუშაობს და მერე უკვე ნელ-ნელა ტევადობა მცირდება, ხო, ან რაღაცა დაირღვა საექსპლუატაციო პირობები და მივიღეთ ტევადობის შემცირება, ლითიუმის შემთხვევაში ეგრევე მცირდება პირველივე დატენიდან. და მწარმოებელს უწერია, რომ 500 დატენვის ციკლიდან, ანუ ალბათ წელიწად ნახევარი აქტიური გამოყენების მაგ აკუმულატორის გააჩნია გლოვოსთვის ალბათ წელიწადზე ნაკლები იქნება, ხო, იმდენ ჯერ აჩერებენ, ქოქავენ, გადიან, ხო, ამიტომ ამ შემთხვევაში ალბათ წელიწადზე ნაკლები 500 ციკლის მერე ტევადობა შემცირდება 20%-ით. აი ესე შემოკარგებო, ეს ციფრი დავიმახსოვროთ, ტევადობის შემცირება აკუმულატორის 20% ერთი წლის მერე. საკმაოდ საგანგაშოა მე რომ ვკითხოთ. ასევე აკუმულატორი ბზნობიარია ტემპერატურაზე, მაღალ ტემპერატურაზე, საერთოდ რომ ვიცოდეთ ეგეთი რაღაცა, ნებისმიერ აკუმულატორი მაღალ ტემპერატურაზე რა თქმა უნდა ბზნობიარია. მჟავა ტყვიის აკუმულატორი, იმიტომ პირველ რიგში რომ ტყვია ძალიან არასტაბილურია, ხო? აკუმულატორში ამიტომ ყოველთვის არ არის სუფთა მდგომარეობაში, რაც კარგი იქნებოდა, მაგრამ შენადნობია, ხო? სხვადასხვა მეტალებთან რო უფრო მყარი გახდეს, ვიბრაციას უძლებდეს და ტემპერატურას. ასევე ლითიუმის აკუმულატორი ტემპერატურაზე, იმიტომ რომ მალე იტანება დიდ დენს მოიხმარს აკუმულატორების შიგნით რაც დევს ელემენტები აკუმულატორის ხურდება და ამ გახურებულ ელემენტებს ზემოდან ადევს საკონტროლო პლატა, რომელიც რეალურად პატარა კომპიუტერია. და ამ კომპიუტერს ძალიან არ უყვარს ყველაფერი რაც ხდება. ეს გახურებული აკუმულატორები გარშემოც თუ კიდე სიცხის რაღაცა საშუალება ეს პლატა შეიძლება დაჯდეს. კიდევ უარყოფითი მხარე ისაა, რომ თუ ჩვენ ხელით ვტენით აკუმულატორს ჭირდება თავისი სპეციალური დამტენი. აუცილებლად. ან ისეთი დამტენი, რომელსაც აქვს რეჟიმი ლითიუმის აკუმულატორის დამუხტვის. დამუხტველებზე რომ გადავალთ, უკვე მოგიყვებით რაშია მან საქმე. ასევე ლითიუმის აკუმულატორი თუ დაჯდა ბოლომდე, დაგვრჩა სიტყვაზე გასაღები მოტოზე გადაწეული ჩართულ მდგომარეობაში,
დაჯდა ეს ჩვენი აკუმულატორი, აღარ დაიმუხტება საერთოდ. იმიტომ რომ კონტროლერი რომელიც შეგით არის, მაგ კონტროლერმა რომ იმუშაოს, ჩაიტვირთოს, ასე ვთქვათ, ჭირდება დენი და თუ ეს დენი აკუმულატორიდან არ მოდის, არ ჩაირთვება და კარგად მეყურეთ. დაგვრჩა ერთხელ გასაღები. და ჩართულ მდგომარეობაში მოტოში და $200 აკუმულატორი მიდის ნაგავში. ესეთი უარყოფითი მხარეები აქვს ლითიუმს. ჩემი გამოცდილებიდან, ხომ, დავამატებს 4-ვე აკუმულატორზე, ესე იგი ლითიუმთან კარგი გამოცდილება არასოდეს არ მქონია და თუ ვინმე დაუყენებია და მე დამეყენებიან რაც სხვა ხელოსან შემგარშო, მარტო იმიტომ რომ შეზღუდული იყვნენ წონაში და ზომაში თვითონ აკუმულატორის. კომპანიებსაც ხარლის გამოცდილება ავიღოთ, როცა ხარლის სპორტსტერის აკუმულატორი საერთოდ ლეგენდარულია, ხო არ ყოფნის აკუმულატორის სპორტსტერის აკუმულატორი. ყველა ვისაც სპორტსტერი ყავს იცის, 2 წამით დაგჭა გასაღები აწოლი დაჯდა და აღარ დაიქოქება, იმიტომ რომ არ არის სპორტსტერში ადგილი მისთვის რომ აკუმულატორი ჩაეტიოს და როგორ იქოქება სპორტსტერი ვიცით, ხო, ანუ აშკარად ხვდებით რომ ეს აკუმულატორის სასტარტო დენი არ ყოფნის. 2-3 წლის განმავლობაში სპორტსტერში დებდა ლითიუმის აკუმულატორებს და შემდეგ გადაიფიქრეს. იმიტომ, ხო, კარგი რო იყოს დატოვებდნენ. დაქოქვა შესაძლოა კარგი იყო, იმიტომ რომ სასტარტო დენი ლითიუმის აკუმულატორს ფანტასტიკურია, მაგრამ მე ხმარებაში თვითონ სპორტსტერის აკუმულატორი ძალიან ისეთ ადგილას ძრავის უკანდევს და მთელი ცხელი ძრავის გაგრილეს მე რაც მოდის ხვდება აკუმულატორს და არ გაამართლა. ასევე შემთხვევები იყო ხარლის აკუმულატორის აფეთქების. ეს ჩემი გამოცდილება ლითიუმზე, ჯელსაც შეეხება ფანტასტიკური გამოცდილება მქონდა, როცა არასტარტერული მოტო მყავდა და არასტარტერიან ძველ მოტოებზე მუშაობდი, საბჭოთა მოტოებზე აკუმულატორი დევს 2 წელი მოტო არავის არ დაუკოქია, გასაღებს გადავწევთ და საკმარისი დენი ამ ჯელ UPS-ის აკუმულატორი დავარქვათ, ასე ყოველთვის UPS-ის აკუმულატორი ინარჩუნებს მუხტს სიცივეში, სიცხეში კარგად და ეხლა მაინც ჩემი ყველაზე გავრცელებული რაც არის და ჩემი გამოცდილებით ყველაზე ნორმალური ეს AGM აკუმულატორია. AGM აკუმულატორი იგივე მახასიათებლები აქვს რაც მჟავას, მაგრამ არ ჟანგავს არაფერს, სახიფათო არ არის და შეიძლება ის გვერდზე დაწვენა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის დამუხტვა თვითონ მოტოში, მოტოს დამუხტვის სისტემები. ესე იგი, ფაქტიურად ყველა აკუმულატორის დაყენება შეგვიძლია ჩანაცვლება ერთმანეთით. დამუხტვის სისტემა არის, არაფერი არ განსხვავდება. იძლევა 14-14.5 ვოლტამდე. და დენ სიმხელას რამხელად შეუძლია გამოიმუშაოს, ხო, ეს ბრუნზეა დაკავშირებული ეგ ძრავის და თვითონ გენერატორის. რიშტი განსხვავდება საერთოდ მოტოს დამუხტვის სისტემა მანქანისგან იმით, რომ როგორ გითხრათ, ადგილი არ არის საერთოდ მოტოში გენერატორისთვის, ხო? ამიტომ ეს გენერატორი თავსდება თვითონ ძრავში. უმეტეს შემთხვევაში, ხო? ძრავის დეტალია. იქაც ნუ ადგილში შეზღუდულები ვართ, ხო, რაღაცა უზარმაზარი დეტალს ვერ ვტენით ამ პატარა ძრავში. და ფაქტიურად დენი არანაკლები გვინდა, ვიდრე მივიღოთ ვიდრე მანქანის შემთხვევაში. ასევე ხვიები გენერატორის ხდება Z-ში, რომელიც ძალიან კარგად აცხელებს 100 გრადუსამდე ჩვენ საწყალ გენერატორს. და ასე ვთქვათ, მოტოს გენერატორი ძალიან ფორსირებულია, ანუ მაქსიმალურს ვიღებთ მაგისგან, რაც კი შეიძლება, აი ძალიან ცუდ ყველაზე უარეს პირობებში. Z-ი თვითონ არაფერს არ ავნებს, Z-ი დიელექტრიკია დენს არ ატარებს და რაღაცა იზოლაციაში ეხმარება კიდევაც, მაგალითად ტრანსფორმატორები, რომლებიც უპესადგურებში დგას და სადგურებში გრილდება Z-ით, Z-ში ცხოვრობს, მაგრამ ეს Z-ი აგრილებს ამ ჩვენ ტრანსფორმატორს და ამ შემთხვევაში ტრანსფორმატორს Z-ი პირიქით აცხელებს, ხო? სულ არ უნდა რომ აცხელებდეს, მაგრამ აი ესეთ საშინაო პირობებში არის, რელეც ასევე საკმაოდ პატარა არის, გამოტანილი არის გარეთ გენერატორისგან განსხვავებით, გენერატორში, რომელიც მანქანაშია რელე, თვითონ გენერატორში მოთავსებული გენერატორი ბრუნავს და აგრილებს, უბერავს ცივ ჰაერს ამ რელეს
თვითონაც გრილდება, მოტოში არაფერი არ ხდება, რელეს აყენებენ მოტოს ის ადგილას, რომ სუფთა ჰაერი უბერავდეს, ზოგ მოტოზე ის ადგილას, რომ წვიმაში წყალი ესხმოდეს პროფიდან და გაგრილდეს. ეგეც ეხმარება, ამიტომ აი ძალიან ფორსირებულია და უკვე პიკზეა მიყვანილი ყველაფერი. მინიმალურ ზომამდეა დაყვანილი დამუხტვის სისტემა ჩვენ მოტოში და როგორც კი ჩვენ ამ კოშმარს დაუმატებთ კიდე ცუდ აკუმულატორს, რომელიც არ იმუხტება, ხო და არ ადის თავის 14.5 ვოლტზე. ჩათვალეთ, რომ ან გენერატორი, ან რელე შეიძლება ეგრევე დაიწვას, ან დაზიანდეს და მერე მომავალში პრობლემები შეექმნას და გამოვიდეს წყობრიდან. ამიტომ აკუმულატორი, რომელიც არ იმუხტება, ანუ დავდივართ მაგ აკუმულატორით, მაგრამ მოდოს რომ გავთიშოთ, აღარ დაქოქავს, მერე დავქოქავთ იმითი პერიმეჩკით, ასე ვთქვათ, ხო? სხვა აკუმულატორის დახმარებით, შემდეგ ისევ დავდივართ, ჩვენი დამუხტვის სისტემა ვერ მოხდავს, ანუ სულ დამუხტვის რეჟიმში არის და არ ითიშება, არ ისვენებს და შესაბამისად იწვება. ამიტომ მოტოციკლის გენერატორის მთავარი მტერი არის სულათებული ფარი, ხო? რაც მოტოებზე აუცილებელია, ამერიკულ მოტოებზე, ძირითადად ამერიკულ იაპონურ მოტოებზეც, ევროპაში შეიძლება გამორთოს ფარი მოტოზე. ეს არის სულანთებული ფარები და ცუდი აკუმულატორი. ასევე მოტოს დამუხტვის სისტემაში როგორც წესი ინდიკატორიც არსებობს ხოლმე, რომელიც გვიჩვენებს როგორი იმუხტება თუ არა, ან როგორი იმუხტება აკუმულატორი. ზოგ მოტოებზე ეს ჩვეულებრივ ის არის, რომელიც გვაჩვენებს, რამდენი ვოლტია ახლა სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცით იმუხტება თუ არა. ზოგზე აი ესეთი ნატურა ინთება წითელი იმ შემთხვევაში, რომ დამუხტვა არ არის. თუ ეს ნატურა აინთო, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ალბათ ეხლა თუ საღი აკუმულატორი აყენია მოტოში, სადაც 1 საათამდე დრო გვაქვს, გააჩნია კიდე ფარები, რამდენი გვინთია. 1 საათით შეიძლება არა, ალბათ 40 წუთი დრო გვაქვს, რომ 9 საათი 40 წუთი დრო გვაქვს, რომ მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე და შემდეგ მოტო უკვე ჩაქვრება. ეს რაც შეეხება ჩვენ მოტოს დამუხტვის სისტემას. ეხლა მოდით საერთოდ დამუხტვაზე ვილაპარაკოთ, როგორ დავუმუხტეთ აკუმულატორის სახლის პირობებში, ხო? ზამთარში შევინახოთ. დამუხტველები ახლა არა ინდუსტრიალური და არა პროფესიონალური, რომელიც იყიდება ყველგან. მაგაზე ვისაუბროთ ჩვენ. ესეთი დამუხტველები არის რამოდენიმე ტიპის და ამ დამუხტველს აქვს ხოლმე რეჟიმები, რომელიც შეგვიძლია გადავრთოთ ლითიუმის AGM-ის ან ჩვეულებრივი აკუმულატორის დასამუხტად. ზოგს არ აქვს ლითიუმის რეჟიმი და არ შეიძლება ლითიუმის დატენვა აი ესეთი დამტენებით, ესეთი პატარა დამტენებით, იმიტომ რომ მათ ძალიან პატარა დენი აქვთ. ამიტომ რომ დატენოს აკუმულატორი ან თავის პატარა დენით, ზდის ძაბვას, რაღაცა იმპულსურად, ხო? ანუ ყოველ წამში ერთხელ სერიოზულად უზდის ძაბვას აკუმულატორს, რომ დატენოს. იძახიან, რომ აკუმულატორს უხდება კიდევაც ეს დამუხტვის. აი ეს ძაბვის გაზრდა კომპენსირება მოხდეს იმის, რომ ეს პატარა დამტენია, დენი და პატარა აქვს. კომპენსირება ხდება ამ დენის ძაბვით და აი ეს მაღალი ძაბვის იმპულსები ლითიუმის აკუმულატორს ანადგურებს და წვავს. სავარაუდოდ პირველივე წუთები დამუხტვის შედეგად ჩვენ კონტროლერს ლითიუმში დაგვიწვავს. ძველმოდური დამტენები, ხო, რომელსაც არ ქონდა ეს ფუნქცია და სტაციონარულებია, დამუხტავს ლითიუმსაც, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ლითიუმის აკუმულატორი ავიღოთ და ჩვეულებრივ მოტოში, რომელსაც მანამდე AGM ან ჯელი ან მჟავა თხევადი მჟავა აკუმულატორი იყო, ჩავდოთ და მოხდავს, ხო? არაფერი არ იცვლება. აი ესეთი მატყუარა დამტენები, ხო, ჩვენ გაგვიფუჭებს ლითიუმის აკუმულატორს. ასევე დამტენი, რომელსაც ფუნქცია აქვს ეს აკუმულატორის შენახვის, ხო? დამუხტული არის, მაგრამ მინდა რომ მთელი ზამთარი შეგვინახოს, ასევე ლითიუმის აკუმულატორს გაგვიფუჭებს, თუ სპეციალური ფუნქცია არ აქვს. ყველა თანამედროვე დამტენს, აი ეს ელექტრონულს, აქვს ერთი კარგი და ცუდი ფუნქცია ერთდროულად. ის რომ ის თვითონ ამოიცნობს აკუმულატორის ძაბვას. 6 ვოლტიანი აკუმულატორია, 12-იანი, 24 ვოლტიანია, ხო? ჩვენ შემთხვევაში, როცა მოტოციკლის დამტენს ვიღებთ, ყოველთვის 6 ან
12 ვოლტი არის, ასევე თვითონ ამოიცნობს პოლარობას, თუ შეგვეშალა პლუსი მინუსი, არ დაიწვება. მაგრამ ამ ამოცნობას ცუდი მხარეც აქვს. ცუდი მხარე ის არის, რომ აკუმულატორი თუ ბოლომდე დამჯდარია, უმეტეს შემთხვევაში აკუმულატორის დამტვერვა თუ გვინდა დამჯდარია, ეს დამტენი ვერ მიხვდება, რომ დავაერთეთ აკუმულატორზე და არის ასეთ უკ მდგომარეობაში. არ ჩაირთვება. ამიტომ აკუმულატორის დამტენის ყიდვის შემთხვევაში ყოველთვის ვიყიდოთ, ვეცადოთ ვიღეთ, რომელსაც ჩვენ ღილაკით შეგვიძლია მივუთითოთ, ეს არის 12 ვოლტიანი აკუმულატორი. დამიტენე, მორჩა, მე ვიცი რომ არის, დამიჯერე მე. ხო? და ის იწყებს ძალიან პატარა ძაბვი და პატარა დენით, რომ არ დააზიანოს აკუმულატორი დატენვას და ალბათ სადღაც 1 საათში იწყებს ხოლმე დატენვას დაერთების შემთხვევაში. ავტომატური დამტენები მე ვთვლი რომ უვარგისია რა, დამტენს ყიდი ადამიანს და ეუბნები ეს ტენის ოღონდ დამუხტულ აკუმულატორებს უკვე. მადლობა. რა უნდა დამუხტო აკუმულატორს დამუხტო. ხო და თუ ეგეთი შემთხვევა გვაქვს ავტომატური ესეთი დასამუხტი ადაპტერი გვაქვს, ხო? თუ გვინდა რომ დამუხტოს ჩვენი 0-ზე დამჯდარი აკუმულატორი, რაღაცა აკუმულატორის სხვა, რომელიც ასე თუ ისე დამუხტული პარალელურად ჩაუერთოთ. რომ მოვატყუოთ ჩვენი დამტენი, რომ ეს ის აკუმულატორი, რომელსაც დატენაც გვინდა და ის მიხვდება პოლარობას, ხო? მიხვდება ძაბვას და დაიწყებს დამუხტვას და მე ეს უკვე ეს აკუმულატორი, რომელიც ჩვენ პარალელურად ჩავუერთეთ, შეგვიძლია მოხსნათ. ესე იგი, ავიღოთ, ვყიდულობთ ისეთ დამტენს, რომელსაც რაღაც რეჟიმები აქვს, AGM-ი თუ არ აქვს, არ არის პრობლემა, მაგრამ იყოს ნორმალური მჟავა აკუმულატორი, ნებისმიერ 3-დან რაც ჩამოთვალეთ და ლითიუმი. ასევე ძაბვის არჩევა იყოს ხელით, ან საერთოდ არ ქონდეს ძაბვის არჩევა, კარგი არის. 6 ვოლტიანი, 12 ვოლტიანი აკუმულატორი იმის ქონდეს ერთდროულად 6 ვოლტიანი, 12 ძალიან იშვიათია და ჯობია მაგ შემთხვევაში ცალ-ცალკე ვიყოთ 6 ვოლტიანი და ცალ-ცალკე 12 ვოლტიანი აკუმულატორი. ყველა ელექტრონული ესეთი დატენვის საშუალებას აქვს ფუნქცია, რომ როცა მივიდა 100% დამუხტვამდე, კი არა გააგრძელოს უსასრულებლად დატენვას, ანუ არ აფეთქდება აკუმულატორი, რამე შეაჩერებს დამუხტვას და აკვირდება, ან ძალიან დაბალ დენს აწვდის აკუმულატორს, რომ შეინარჩუნოს დამუხტვა აკუმულატორი, სადაც კარგი არის ჩვენ ზამთარში საერთოდ ეგეთი დამუხტული საშუალება თუ გვაქვს, რომ გარაჟში დავაერთოთ მოტოზე ან აკუმულატორი ამოვიღოთ და სახლში წავიღოთ. თუ არ არის მჟავა, თხევადი მჟავა აკუმულატორი, როგორც გითხარით, სახიფათო არის, სახლში არ გვინდა, თუ შევიტანეთ აივანზე დავტოვოთ და იქ დავტენოთ. სახლში შევიტანოთ ეს ჩვეულებრივ $10 დამტენი ავიღოთ და დავაერთოთ აკუმულატორზე დასამუხტად. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოწყობილობა ელექტრონული და ჩართული არ უნდა დავტოვოთ სახლში, როცა არავინ არ არის, ხო? როგორც არ ვიცი, უთო ან სარჩილავი ან რამე. ყველაფერს შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს და ეგეთ შემთხვევებით სამწუხაროდ იყო. და ლითიუმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლითიუმის დამტენი არის ცალკე, რომელიც მარტო ლითიუმს ტენის და ეს აკუმულატორი დატენის დამტენი, რომელიც მარტო ლითიუმს ტენის, ხო? აი ლითიუმისთვის ვიღეთ სპეციალურად დატენის ყველაფერს აბსოლუტურად. შეიძლება ნელა დატენოს აკუმულატორები, მაგრამ ყველა აკუმულატორს დატენის ისევე როგორც ლითიუმს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მოტოციკლებში არ არსებობს მოტოციკლები, რომელიც ლითიუმი აკუმულატორს დამუხტვის სისტემა, დამუხტვის სისტემა. ერთ-ერთი ის, რომ პატარა დამუხტელებს აქვს ისეთი ფუნქცია, რომ კომპენსაცია გააკეთოს დაბალი დენის მაღალი ძაბვით და ეს მაღალი ძაბვა მოგვიკლავს ლითიუმის აკუმულატორს. მოვლას რაც შეეხება ჩვენი აკუმულატორის ეს იქნება ჩვენი მე-7 თავი საუბრის. მოვლას რაც შეეხება, როგორც გითხარით, დამტენზე დავტოვოთ, არ დავტოვოთ ყინვაში გარეთ, თუ თუნდაც დამტენი არ გვაქვს აკუმულატორის, თუ მოტოს ვაჩერებთ ზამთარში, ამოვიღოთ აკუმულატორი და შევიტანოთ სახლში და შევინახოთ. თუ აივანზე დავდებთ ან კორიდორში, სიტყვაზე არ არის პრობლემა, სადმე ისე ძალიან არცივა, ხო? მაღალი ტემპერატურა აკუმულატორზე არ უყვარს და როცა აკუმულატორს ვამონტაჟებთ, ხო? სიტყვაზე ის ცოტა სხვა ზომის არის, ხალხს უყვარს ხოლმე რაღაცა ტილოებს უდებენ, ან რეზინებს, ან გულკებს გარშემო, რომ ამოავსონ ეგ ცარიელი სივრცე და აკუმულატორმა არ იაროს, ვიბრაცია არ ქონდეს. ეს კარგია, რა თქმა უნდა, ვიბრაცია მოკლავს. მაგრამ აი ეს
შუბის ჩაცმას აკუმულატორზე არ არის კარგი თუ რა თქმა უნდა მოტოს ექსპლუატაციას ზაფხულში ვეწევით და ზამთარში ხან 0 გრადუს ქვევით მე მგონი მოტოთი არავინ არ დადეს და ახლა როგორც ციმბირში აკუმულატორს ფუთავენ არ უნდა დაჭირდეს. დამონტაჟებისას ნახოთ რომ არ ვიბრირებდეს, რა თქმა უნდა, კარგად დამაგრდეს თავისი რეზინის სამაგრი მოერგოს. ვიბრაცია აუცილებლად გაანადგურებს, იმიტომ რომ ისევ და ისევ ტყვია არის შეგნით, ხო, ტყვია ძალიან რბილი, არასტაბილური მეტალი არის და ვიბრაციის შემთხვევაში შეიცვლის ფორმას და დაამოკლებს სულ რაღაც მილიმეტრები არის ფირფიტებს შორის და ამ 1 მილიმეტრს გადალახავს, მეორე ფირფიტას მიედება და აკუმულატორი აღარ მუშაობს. ასეთი ფენომენი როგორც გითხარით სულფირება, როცა სულფატი ედება ჩვენ ტყუის ნადებად ედება ჩვენ ტყუის ფირფიტებს, არატარებს მე ელექტროლიტს, არატარებს დენს. არსებობს სპეციალური დესულფირებადი დამტენები, მაგრამ ეს უკვე მიანდეთ სპეციალისტს, წაიღეთ აკუმულატორი ნებისმიერ აკუმულატორების სახელოსნოში და მიხვდებიან თვითონ მიხვდებიან თვითონ როგორ გააკეთონ აკუმულატორის დესულფაცია და შეიძლება გააკეთდეს დესულფაცია, შეიძლება არ გააკეთდეს. ეგეც არ არის აუცილებელი. და სულფირებას რა იწვევს? გითხარით, ეს არის აკუმულატორის შენახვა დამჯდარ მდგომარეობაში. თანამედროვე მოტოების ძალიან დიდი პრობლემაა, თუ თანამედროვე მოტოებს ელექტრონიკა აქვთ, მაგალითად კომპიუტერი აქვთ, იმობილაიზერი აქვთ, რაღაც აქვთ, ესეთი რაც ჩართულია სულ და ეს სულ ჩართული კომპიუტერები სამწუხაროდ ისე არის გაკეთებული, რომ არ ითიშება, როცა ძაბვა რაღაცა ნიშნულს ქვევით ჩავა. ესეთ ლოგიკური იქნებოდა, ხო 12 ვოლტზე ნაკლები თუ არის, გამოირთვოს რა ეს იმობილაიზერი, ასე მოტო დაიქოქება და არც რა არ მოიპაროს და აკუმულატორი არ დაზიანდება, მაგრამ არ გამოირთვება იმობილაიზერი, სამ არ დასვავს აკუმულატორს ბოლომდე და არ გააკუჭებს. ჩვენ როგორ შეგვიძლია ახლა ვნახოთ აკუმულატორი რა მდგომარეობაშია, ალბათ ტესტერით გამოყენება ჩვენ ყველა ვისწავლეთ, წინა ვიდეოებიდან ტესტერს დავადებთ და აკუმულატორი როცა აკუმულატორის ძაბვა 12 და 6 ვოლტის ზევით არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მაგის გამოყენება შეიძლება გამოხტული არის 12, 5, 12, 4 უკვე ნიშნავს, რომ აკუმულატორი დამჯდარია და შეიძლება არ დაქოქოს მოტო და 12-ის ქვევით თუ არის, საგან გაშოა, რამდენი ხანი იყო ეს 12-ის ქვევით, იმიტომ რომ უკვე 12 ვოლტის ქვევით სულფაცია ხდება ფირფიტების და შეიძლება აკუმულატორი დაზიანდეს. ესე იგი მოვლიდა მიხვდეთ რომ აკუმულატორს არ უყვარს დამჯდარ მდგომარეობაში ყოფნა და დაბალი ტემპერატურა. თუ ყველას რაღაც საშუალება გვაქვს ქსელურ დენზე ჩავაერთოთ ადაპტერი და აკუმულატორი დავაერთოთ დამოხტვაზე, ბევრ მოტოს სპეციალურად გამომყვანი აქვს გვერდზე, რომ ჩაერთეს ზედ დამტენი, მაგალითად სპორტსტერი ერთ-ერთი მოტოა, მაგრამ მე რას მინახე, რომელსაც ქარხნულად მოყვება აქვს, იმიტომ რომ აკუმულატორი სუსტი აქვს. ან კლემები დავადოთ, პლუსზე მინუსზე დავტოვოთ მთელი ზამთარი, როცა არ ვიყენოთ სიტყვაზე მოტოს ზამთარში, დამოხტვაზე აკუმულატორი შეიძლება 7-8 წელიც იმუშაოს. გადავედით, ანუ არჩევაზე, როგორ ავირჩიოთ აკუმულატორი ჩვენ გვინდა ახლა, ხო? ამ შემთხვევაში პირველი შეკითხვა არის რისთვის გვინდა. თუ ჩვენ ყოველდღიური ხმარებაში გვაქვს მოტო, მჟავა, თხევადი მჟავის აკუმულატორიც ნორმალურად სწორედ დაყენებული ძალიან კარგი არის. AGM აკუმულატორი კარგია იმ შემთხვევაში, როცა იშვიათად ქოქავთ მოტოს, ამ შემთხვევაში ლითიუმის აკუმულატორიც არის კარგი. და თუ არასტარტერული მოტო არის, Kickstarter-ით იქოქება ან ისეთი ტექნიკა, რომელსაც სტარტერი არ აქვს, მშვენიერი არის ჩვენი ჟელე აკუმულატორი, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ, ისევ და ისევ ჟელე აკუმულატორების სტარტერიანიც არის, მაგრამ საკმაოდ double dense მაინც მოგცემს სხვებთან შედარებით. მოდით ახლა ავიღოთ უკვე მაგალითი სიტყვაზე, როგორ ამოვიცნოთ ჩვენ აკუმულატორი, მარკირებას შევხედოთ პირველ რიგში. ესე იგი, თუ აკუმულატორი არის მჟავა აკუმულატორი, რაც გითხარით, პირველი მაგალითი, აქ საჰაერო მილი, როგორც ხედავთ სურათზე, გამჭვირვალეა და ჩანს შიგნით სითხე და უკვე მივხვდით, რომ ეს აუცილებლად ჩვენ ჩვეულებრივი თხევადი მჟავის აკუმულატორი არის. თუ არის AGM აკუმულატორი, ჩვენ ხედავთ ეს მილი საჰაერო არ აქვს.
არა აქვს ქილების თავის მოხდის საშუალება დახურულია, ეს არის ჩვენი AGM აკუმულატორი. ჟელე აკუმულატორს ხედავთ, რომ ყოველთვის ჩასხმული არის ზემოდან, სრულიად დალუქული არის, იმიტომ რომ AGM-ს მაინც პატარა სასუნთქები აქვს დარჩენილი, იმ შემთხვევაში რომ გაზინა გამოვიდეს. ჩვენი AGM აკუმულატორი ეგრეა და ჟელე აკუმულატორს ჩასხმული არის და ჟელე აკუმულატორს სხვანაირი კლემები აქვს და მაგას ვხედავთ. ამოვიცანით ეს 1-2 და ლითიუმის აკუმულატორი ყველაზე ადვილად ამასაც ცნობა, იმიტომ რომ ხელში ავიღებ და არანაირი წონა ფაქტობრივად არ აქვს. თვითონ პლასმასის кейსი, რომელშიც არის უფრო მძიმეა ვიდრე ის, რაც შეგინდებს, ხო? სავარაუდოდ შეგინდ მე მგონი 3 თუ 4 ტელეფონის აკუმულატორი დევს. დავიწყოთ ახლა მარკირებით, რა მახასიათებლები აქვს ჩვენ აკუმულატორს და ახლა უყურებთ ჩვენ მეც მაგიდაზე მიდევს და თქვენ გადიდებულ სურათს უყურებთ აკუმულატორის, რომელსაც დაწერია პირველი ციფრები, ჯერ სანამ აი კოდს შევხედავთ, წავიკითხოთ ციფრები და მერე კოდის გაშიფრვასაც ვისწავლეთ. ესე იგი პირველი ციფრი ან კოდში და არა მოდელში, ხო ეს YTX5LPS ეს მოდელი არის, ყოველთვის არის ძაბვა. და ძაბვის აღნიშნული, ალბათ წინა ვიდეოებიდან ვიცით, ვოლტი არის, ასევე V ლათინური და 12 ვოლტი, ოკეი? ან 6-იანი, ან 12 ვოლტიანი აკუმულატორები შეგვხვდება ჩვენ ძირითადად. შემდეგ უკვე 5 ამპერის საათში და ფრჩხილებში, ან შეიძლება დახრილი ხაზის მერე იყოს მითებული 10 საათი კიდე, 10 H არის. ან შეიძლება არ იწეროს ეს ციფრები, ვოთ 5 ამპერი ეწეროს. ერთი მინდა გითხრათ, რომ აი ძაბვის მერე, ხო, ყველაფერი პირობითია, ასე ვთქვათ, ხო? როგორც არ ვიცი 45 ზომა ტუფლი არაფერს არ ნიშნავს, არაფერი 45 შიგნით არ არის, ხო? ანუ ვერ გავზომოთ, რომ ეს არის 45. ან შეგვიძლია გავზომოთ 45 ზომა ტუფლი, თქვათ, რაღაცა სანტიმეტრია, ესე იგი 1 სანტიმეტრი რომ გამოვაყოთ, ან რაღაც რაოდენობა რომ გამოვაყოთ, მივიღებთ 53-ს, არა. არ მივიღებთ, ხო, ეს პირობითი არის. ასევე ფაქტიურად პირობითი არის ეს მონაცემები და აი ძალიან როგორ გითხრათ, უფრო ზომას აქვს აკუმულატორის მნიშვნელობა ვიდრე რა აწერია რა. იმ ზომაში ზუსტად თქვენი აკუმულატორის სხვა ზომა იგივე აკუმულატორი ჩაანაცვლეთ, სავარაუდოდ ახასიათებლები იგივე ექნება. ამიტომ დავიწყეთ, გავაგრძელეთ ესე იგი 5 ამპერი, ეს ნიშნავს 5 ამპერის საათში გაცემა შეუძლია ამ აკუმულატორს, ხო? ეს არის ამის ტევადობა, ის იმდენ ენერგიას შეიცავს, რომ შეუძლია 5 ამპერის საათი გაასცეს 10 საათის განმავლობაში. ეს 10 საათი, როგორც წესი, ან 10 ან 20 საათი არსებობს, დიდ აკუმულატორებში იგულისხმება, რომ 20 არის, პატარებში 10. მაგრამ აი როგორ გითხრათ, ახლა სტენდზე რო აყენებენ აკუმულატორის ზომავე რეალურად რამდენი ენერგიას ნამდვილად შეიცავს ეს ყოველთვის დაახლოებით ნიშნავს. ასე ვთქვათ, 20%-ის ფარგლებში თვითონ წარმოებელი ძახსოთ დასაშვებია ცდომილება, ანუ შეიძლება 20% ნაკლები იყოს იმაზე რაც აწერია, 20% მეტი, 20% საკმაოდ ბევრია, ხო და ამით თანხმობით, ამიტომ ვიძახეთ, რომ ეს პირობითი არის. ესე იგი 5 ამპერი საათი შეუძლია გასცეს ენერგია 10 საათის განმავლობაში. ეს არის ძირითადად და ზოგ აკუმულატორებს და ყოველ დრო თანამედროვეებს უფრო აი CCA ნაჩვენებელი აქვთ. ეს ნიშნავს cold cranking amps ინგლისურად და ითარგმნება როგორც სიცივეში გადატრიალების, ძრავის გადატრიალების ამპერები, ну სტარტერის ამპერები. ნიშნავს უფრო კონკრეტულად ეს იმას, რომ 0 გრადუს ტემპერატურის შემთხვევაში 30 წამის განმავლობაში, ასე ვთქვათ 30 წამამდე შეუძლია 70 ამპერი დენი გასცეს ამ შემთხვევაში და მე მგონი მოტოს შემთხვევაში მაქსიმუმ 400-მდე შეიძლება იყოს ეგ. რა თქმა უნდა, ესეც პირობითი ციფრები არის, არც ერთი მოტოს აკუმულატორი 400 ამპერ დენს არასოდეს არ მოგცემთ 30 წამის განმავლობაში. ეს უზარმაზარი დენია, დაწოვს და აფეთქებს ყოველ ნებისმიერ სადენს დაწოვს 400 ამპერი დენი.
აი ნებისმიერ სადაც აბსოლუტურად რამ ხელ სტარტერს ასუზამს ხოლმე წარმოგიდგენთ. მაგრამ პირობითი არის ეს ისევ, რომ უყურებთ ჩვენ აკუმულატორ სიტყვაზე 100 ამპერი აქვს CCA და არ ყოფნის დაგოქვას, ესე იგი, მაშინ ესე იგი 120, 150, 200 ამპერიანი მინდა. თქვათ ასე, რომ ყველა მოტოს აკუმულატორის CCA არის 50-დან 400-მდე და სადღაც 400 ძალიან ბევრია, 50 ცოტა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ახლა ეს აკუმულატორი რაც 5 ამპერიანი არის, 150 კუბიანი მოტოსი არის და 70 ამპერი შეუძლია გასცეს დაკოქვისას. რაც 70 ამპერი აგვიფეთქებს ამ ჩვენ 150-იან ზრავს, მაგრამ დაუჯეროთ ახლა. მარკეტინგი, იგივე გახსოვთ მუსიკალური ცენტრები და მაგნიტოფონები რო იყო და ვატები რო ეწერა ზედ, ხო, ვიღაცა მოცვატიანი დინამიკი გააკეთა, რომელიც უზარმაზარი დაანგრევს ყველაფერს და მერე ვიღაცა გამოდის და 200 ვატი არისო ეს, ოღონდ აი ესე გაზომილი, აი cold cranking ნემპის შემთხვევაში ეს 400-იანია და ბოლოს უკვე რაღაცა GB-ის მაგნიტოფონები იყო 7000 ვატით, ხო? სადღაც დაახლოებით იგივე არის აკუმულატორების შემთხვევაში. ამიტომ როგორც გითხარით, თქვენ წიგნში რას გიწერიათ, აკუმულატორის ის უნდა შეიძინოთ. ეხლა მარკირება თვითონ მოდელი აკუმულატორის, რომელიც დიდი ასოებით წერია. პირველი ციფრი ეს მარკირება საერთოდ ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, შემოიღო UASA's აკუმულატორებმა, იაპონური ბრენდი არის ეგ. და მაგათმა გააკეთეს მარკირება, რომელშიც ფაქტიურად ჩადებულია ეს ინფორმაცია, რაც გვაინტერესებს, ხო? და მერე ყველა უკვე აკოპირებს. ასე თუ ისე UASA სტანდარტს იყენებს, იმიტომ რომ ყველასათვის გასაგებია და ისე მოხდა, რომ UASA სტანდარტი იწერება იაპონურ წიგნებშიც. ანუ ინსტრუქცია რაც მოუყვება მოტოს, იქ წერია, რომ ეს YTX5L აკუმულატორი დააყენეთ, ხო? და ამიტომაც ისევ და ისევ მარკეტოლოგებმა მოიფიქრეს, რომ ადამიანი რომ მიხვდეთ რას ყიდულობს, ხო, ვისაც იაპონური მოტო აქვს, მოდით ყველა აკუმულატორზე დავიტანოთ ეგ, საბედნიეროდ დაპატენტებული ეგ სისტემა მარკირების არ არის. და შეგვიძლია და იკითხება ასე, ანუ პირველი ასო არის წარმოებელი თვითონ აკუმულატორის UASA-საც Y აქვს, ამ შემთხვევაში ჩვენს Y გვაქვს და როგორც ხედავთ, აკუმულატორის ბრენდის დასახელებაც ასო ლათინური YT იწყება და შესაბამისად ეს ჩვენი პირველი ასოა. შემდეგი ორი ასო ნიშნავს თვითონ აკუმულატორის ტიპს. ამ შემთხვევაში TX-ი ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი AGM აკუმულატორი. ამ აკუმულატორს ყველა აზიაში ალბათ დაუძახებთ მეტყოდან ჟელეს, მაგრამ ასე შეგიძლიათ არ არის ჟელი, აი TX-ი ნიშნავს, რომ ეს არის AGM და ვერც მიხვდებიან აბა რაზეა საუბარი. ხა მე აკუმულატორს არ აწერია, რომ ეს AGM არის. ჩვენ რასაც უყურებთ, მაგრამ აი კოდში ჩაწერილია, რომ AGM აკუმულატორია. შემდეგ მოდის ციფრი. ამ შემთხვევაში ციფრი დაასოა, მაგრამ თუ ორი ციფრისგან შედგება, 12 გვექნება, 5 ნიშნავს, რომ ეს 5 ამპერი არის. ანუ ამ კოდში უკვე ვიცით წარმოებელი, უკვე ვიცით, რომ ჯელ აკუმულატორია, უკვე ვიცით, რომ 5 ამპერიანი არის და BS ნიშნავს თვითონ корпуსის ტიპს, ანუ ეს დალუქული არის ეს აკუმულატორი, არ სუნთქავს, battery sealed, ანუ BS აწერია. და აკუმულატორს ფაქტიურად ჩვენ აი ესეთი კოდით, ამ UASA-s კოდით, ნებისმიერ მაღაზიაში რო ვუთხრათ, უკვე იციან ეს როგორ ითარგმნება სიტყვაზე მაგათ ბრენდზე, მაგათ რაც აქვთ. და ვყიდულობთ აკუმულატორს. ეხლა ორი სიტყვა მინდა თქვა, ანუ თუ ის აკუმულატორი არ არის, რაც ჩვენ გვინდა, რითი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. რითი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, ჩემო კარგებოდა, ყოველთვის ჯობია და უკვე ბევრ აკუმულატორის წარმოებლის მიხვდა ეგ, რომ იგივე ზომაში ოდნავ დიდი აკუმულატორი ტევადობით ჩავდოთ, ხო? ან შეიძლება გქონდეს ადგილი მოტოში, რომ მოცულობითაც დიდი აკუმულატორი ჩავდოთ. იმის გათვალისწინებით თვითონ წარმოებელი იძახის, რომ 20%-ით ვარირებს ეს მონაცემები რეალური აკუმულატორის, ასევე რომ დააქვეყნოს დღიდან ტევადობა იცვლება, ან მცირდება აკუმულატორის.
ტევადობა ასევე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, არ არის მაგდენად მნიშვნელოვანი ზუსტად ჩვენ იგივე ამპერის აკუმულატორს ჩავდებთ თუ არა. იმიტომ რომ როგორც გითხარით, აკუმულატორის ტევადობა დამოკიდებული არის შევრულოთ რა ვიღეთ იმ ტემპერატურაზე, სადაც ეხლა ვართ, რამდენი ხანია ჩვენ ამ აკუმულატორს ვიყენებთ, რა წესით დავმოხდეთ ეს აკუმულატორი, ხო? და ასე შემდეგ. ამიტომ თვითონ მოტოციკლის დამოხტვის სისტემა არ არის ესე მგრძნობიარე. დამოხტვის სისტემაში, რა თქმა უნდა, რაც უფრო დაბალი ტევადობის აკუმულატორი, მით უფრო რჩევენ და ადვილად დამოხტავს, ხო? ეხლა გასაგებია, რომ თუ ჩვენ 5 ამპერიანი აკუმულატორი გვაქვს მოტოციკლში ან მოპედში, არ ჩავდოთ შეგნით 12-იანი, ხო? 12-იანი ჩვენი გენერატორი ვერ დამოხტავს ვერასოდეს და ეცდება რომ დამოხტავს, რა თქმა უნდა, სანამ არ დაიწვება. ო, ანუ ორჯერ და სამჯერ, ნუ გადავაჭარბეთ, მაგრამ თუ 5 ამპერიანი აკუმულატორი გვიყენებთ და 7-იანი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ, იმის გათვალისწინებით, რომ არც ის არის 5-იანი და არც ეს არის 7-იანი, ხო? რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ ჩვენ 7-იანს ჩავდებთ და ეს 7-იანი სინამდვილეში 5 ამპერიანი იქნება და ყველაფერი იმუშავებს იდეალურად. ამიტომ ასე შეგვიძლია ჩვენ, რა თქმა უნდა, ცვალოთ და ტიპს აკუმულატორის რასაც ვდებთ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში ხანდახან წარმოებულ შეგვიძლია არ დაუჯეროთ, რო გითხრას, რომ მანდა მაინც ლითიუმის აკუმულატორი ჩადეთ აქ. დამიჯერეთ ჩვენი მოტო და ჩვენი ტექნიკა და ჩვენი დამოხტვის სისტემა ვერ მიხვდება რას მოხდავს და რა საიდან იღებს დენს, ლითიუმიდან თუ მჟავიდან თუ ტელეფონის აკუმულატორიდან, მაგას არ აქვს. ამ შემთხვევაში როგორც იძახიან, ეს ტექნოლოგია გამჭვირვალეა, ხო? ანუ თვითონ მოტო ვერ მიხვდება. ეხლა ასევე მარკირებას რაც შეეხება, ესე იგი ჩვენ ეხლა რა დროსაც ცხოვრობთ, ესეთი მარკირება ზოგ აკუმულატორს აქვს, ჩემსას მაგალითად არ აქვს, თვითონ წელი გამოშვების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ესეთი მარკირება არის მოდაში, ანუ პირველი 100 არის 1 ABCDS არის თვე, ხო? პირველიდან მე-12 თვემდე და შემდეგ ციფრი მოდის 1 2 3. ეს არის 2020-ის მერე, ანუ 1 21 22 23 24 5. ანუ A1 ნიშნავს, რომ ეს არის 2021 წლის იანვარში დამზადებული აკუმულატორი. სადმე აკუმულატორზე მაგას თუ დაინახოთ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ გეცოდინებათ, როდის არის წარმოებული. ყველა აკუმულატორს სჭირდება დროთა განმავლობაში დამოხტვა, მაშინ როცა ის მაღაზიაში თაროზე დევს. ამიტომ აკონტროლეთ ესეც, მაგალითად მაღაზია Bikeland-ში, აკუმულატორს სანამ ყიდიან, ასევე მაღაზია Mutlu-ში, რომელიც წერეთელზეა, თუ არ ვცდები, ყოველთვის ზომავენ აკუმულატორს. მაგალითად, Mutlu-ს მაღაზიაში შედიხართ, ხედავთ, რომ იქ სპეციალური სადგურია დამოხტვის, რომელიც 40 აკუმულატორზე ერთდება. რომელიც ამ აკუმულატორს მოხდავს და მუშა მდგომარეობაში ამყოფებს, როცა თქვენ ყიდულობთ, ის უკვე დამოხტულია, შეგიძლიათ დაერთოთ, ეთყობათ ახლა მაგ ხალხს, რომ პროფესიონალები არიან. ზოგ მაღაზიაში შედიხარ, ეს აკუმულატორები აწყვია, არც იცის, როდის გამოშვებულია, როდის შემოვიდა ქვეყანაში, დამოხტველი არც აქვს, არაფერი არ აქვს აბსოლუტურად. რაც აკუმულატორზე ზოგს ღილაკია, რომელიც გიჩვენებს აკუმულატორის სიცოცხლეს, რაც არაფერს არ გიჩვენებს სინამდვილეში. მან შეიძლება იყოს აკუმულატორი, რომელიც 3 წელი არავის არ ამოუღია ყუთიდან და ეს აკუმულატორი უკვე სულფირებული არის, 12 ვოლტს ჩამოცდა მაგის შენახვის ძაბვა, მაღაზია და საწყობი გათბობის გარეშე არის, სიცივეში დევს, ამიტომ აკუმულატორს გარდა იმისა, რომ შეგვიძლია სადაც იყიდოთ, ძალიან კარგი ბრენდის და არ მუშაობდეს საერთოდ, არ ზაქოქოს, მაგრამ არც დაიტანოს და თქვა ეს რაღაც ცუდი ბრენდი ან ყალბი არა. აკუმულატორს ახლა ის არავინ არ აყალბებს, უბრალოდ სულ პირობებშია შენახული და არავინ არ უვლიდა მაგ აკუმულატორს სანამ თქვენამდე მოვიდოდა. ესე იგი და ასევე აკუმულატორის აწერია დამოხტვის დენი, ესე იგი სტანდარტული, ამ შემთხვევაში ჩვენ აკუმულატორს აწერია, რომ ეს არის 0.5 ამპერი 10 საათის განმავლობაში, ან სწრაფი დატენვა 5 ამპერი. სწრაფი დატენვა ახლა ჩვენ არავინ არ 5 ამპერიან დამტენზე არ დავაერთებთ, ეს რა თქმა უნდა. ეს იგულისხმება თვითონ გენერატორისგან მაქსიმუმ ეს გადმოკაჩავს 5 ამპერ დენს და ახლა თუ არ ვიცით საერთოდ რა მოტო არის ჩვენთან დავაყენეთ რაღაცა aftermarket გენერატორი,
ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია გვჭირდება, მაგრამ ჩვეულებრივ ჩვენ თუ იგივე ზომის ცოტა პატარა მაღალი ტევადობის აკუმულატორს დებთ, ჩვენი დამუხტვის სისტემა ნორმალურად იმუშავებს, ხათაშუაზე მაღალი დენის აკუმულატორს დამუხტვის სისტემასაც უხარია, იმიტომ რომ ისე ხშირად არ ჭირდება დამუხტვა, ანუ განათებას და ემას ინარჩუნებს. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე ჩვენი მეცხრე თავი, დღევანდელი ვიდეოსი, რაც არის PRM-ჭკა Jumpstart-ი. Jumpstart-ი არის ძალიან ცუდი რამე. და რატომ ახლა გეტყვით. წესით Jumpstart-ი Moto-დან Moto-ზე შეიძლება, მაგრამ არ გამოდგება, იმიტომ რომ Moto-ზე იმდენად ტევადი აკუმულატორი არ არის და 12 ვოლტი არ არის საკმარისი ძაბვა, რომ დენმა დიდ მანძილზე იმოგზაუროს, ანუ ჩვენ ამ Jumpstart-ერის კაბელებში გაიაროს, ჩვენ თუ იქეთ 9 ამპერი გვაქვს, ამის 12 ვოლტი სადაც მეტრ ნახევარ კაბელზე გადაადგილებისას მეორე მხარეს 9 ამპერს ნამდვილად არ მივიღებთ. და Moto-დან Moto-ზე დაქოქვას თუ ეცდებით და გამოვა და დაიქოქება, ძალიან კარგი. ეგ შეიძლება და მანქანიდან დამოხტვა შეიძლება. ეხლა რა მოხდება, როცა ჩვენ მანქანიდან, იმიტომ ეს დაქოქილი მანქანიდან ძალიან მოყვართ ეს იქოქება, რას იზამს ეს მოდელს დასვას, ეს მანქანის აკუმულატორს არ ვიცი. დაქოქილი მანქანიდან ჩვენ როცა დავიწყებთ Jumpstart-ს ეს პატარა აკუმულატორის პირველ რიგში ეს აკუმულატორი მიიღებს ძალიან დიდ დენს, ანუ ყველაფერს, რასაც შეძლებს რომ მოკაჩოს, გადმოკაჩოს იმ აკუმულატორიდან, მანქანის აკუმულატორიდან და ვიცით რომ 5 ამპერი უნდა ამას მაქსიმუმ შეიძლება 50 ამპერიც მიიღოს და დაზიანდეს ეგრევე. აუცილებლად დაზიანდება. უბრალოდ შეიძლება ეს შეიძლება ეგრევე არ აფეთქდეს, მაგრამ შეუმცირებს ცხოვრებას. დამუხტვის რელე ყოველთვის ქსელში ჩართული აკუმულატორთან პარალელურად ვერ გამორთავთ, ვერც გასაღებით, ვერც ვერაფრით და შეიძლება ამ დიდი ძაბვით, დიდი დენით, მანქანა დაქოქილია, 14 ვოლტი გვაქვს, უზარმაზარი დენი მოვარდა და რელეც შეიძლება წავიყოლოთ. ასევე შეიძლება დაგვიმოკლოს ამ აკუმულატორი თუ ბოლომდე დამჯდარია სულფირებული არის, ხო? დაიბერება, ან აფეთქდება, ესეთი რაღაცაც ხდება აუცილებლად. კარგით, აკუმულატორს თავი დავანებეთ და დავაერთეთ ჯამპერები, მივაერთეთ მანქანაზე, მანქანა დააქოქილია, მიიღვა მან 14 ვოლტი, ჯამპერ კაბელები საკმაოდ კარგი არის და გაატარა, რა ვიცი, 70 ამპერიანი მანქანაში გვიდევს, ან 60 ამპერიანი აკუმულატორი აქვს 5, 10 ან 12. და დავიწყეთ Moto-ს დაქოქვა. ესე იგი, სტარტერის რელე მიიღებს ისე დენს, რომელზეც ის გათვლილი არ არის. დავიწყოთ აქედან კონტაქტები ვერ გაუძლებს, დაზიანდება, აუცილებლად დაზიანდება. ეს ამას არნიშნავს, რომ იმავე თუ არ დაიწვა. მომავალში რაღაცა სტარტერის რელეს პრობლემა გაჩნდება აუცილებლად, იმიტომ რომ მოხდება გადახურება კონტაქტების აუცილებლად და იქ უფრო ბევრი ნაბერწკალი წარმოიშობა თვითონ რელეს ჩართვის შემთხვევაში. და რელეს დაგვიზიანებს. ეხლა რაც შეეხება სტარტერს, როგორც სტარტერზე გითხარი, სტარტერის ხუევი ფაქტობრივად ამოკლებს აკუმულატორს, იმხელა დენი მიაქვს, ყველაფერი მიაქვს, ეს cold cranking amp იძახენ 200 ამპერი, 200 კი არ რამდენსაც შეძლებს ის წაიღებს, ხო? და ამ შემთხვევაში წაიღებს თუ cold cranking amp აქვს ჩვენ 70, მანქანაზე გვექნება 700. გასაგებია 700 კაბელში, ჯამპერ კაბელში რემიჩკაში ვერ გაივლის, მაგრამ რაღაცა გაივლის და ისევ ჩვენ სტარტერს გადაგვიხურებს. და თუ ძალიან ხშირად იმ მომენტშივე წვავს, თუ იმ მომენტში არ დაგვიწვა სტარტერი, გადახურებული გრაგნილებით იქნება ჩვენი სტარტერი უკვე და მომავალში პრობლემა გვექნება. ასევე ჩვენ როცა Jumpstart-ით ქოქავთ Moto-ს, Moto დაიქოქა და ჩვენი აკუმულატორი დააცლილია ბოლომდე. ამ დროს დენს მოიხმარს Moto ფარები, აინთო კომპიუტერი მუშაობს, ყველაფერი აბსოლუტურად დენი ჭირდება, საიდან მოიტანოს ეგ დენი, რა თქმა უნდა, მთლიანად მთელი Moto-ს მოწყობილობისთვის და გამოიმუშაოს დენი და ასევე ამას მიაქვს მაქსიმალური დენი, რასაც კი მოკაჩავს ჩვენი გენერატორიდან. იმიტომ რომ 0-ზეა დაცლილი და ძალიან წყურია ახლა ამასაც დენი. და ჩვენი გენერატორი რომ მუშაობს, საერთოდ ამას დამოხტავს 100%-ამდე, ძალიან ისედაც გითხარით, გენერატორი ძალიან ცუდ პირობებში არის, გახურებულია Z-ში, ცურავს, გაგვარვარებულზე უბედური,
მანქანის შემთხვევაში ეგეთი პრობლემა არ არის, ძირითადად რომ მანქანის გენერატორი ცალკე დგას, თავისი გაგრილება აქვს, არაფერი არ უშლის, შიგნით პატარა ვენტილატორი აქვს, ტრიალებს, გრილდება და არის კარგად დამუხტავს თავის აკუმულატორსაც და კიდე ბევრ ამას არაფერი არ მოვა მაგ გენერატორს მანქანის. ჩვენ კიდე აქ იგივე დენის ასეთი გამოსამუშავებლად პატარა გავარვარებულ ცხელ ძრავში გენერატორი გვაქვს, რომელსაც გადაცემათა რიცხვი არ ეცვლება, იმიტომ რომ მანქანაში შკივი გვაქვს, ჩვენ გადატრიალებული ეს გენერატორი ვერტუალს სწრაფად ტრიალებს. ჩვენ შემთხვევაში ტრიალებს იგივე ბრუნვით, რა ბრუნვითაც კალენვალი ტრიალებს, ხო? არ ყოფნის, რა თქმა უნდა. ამიტომ აკაც ფორსირებულია, ხო, რომ სულ დაბალ ბრუნზე, რომელსაც არანაირი დენს არ უნდა გამოიმუშავოს, უნდა გამოიმუშაოს. ასევე უხსლასა და სამუშაო ბრუნებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა, ხო, მანქანას თუ ჩვენ 2000-3000 ზრდავთ, მოტოზე 5-6-ზე, ხო, ორჯერ უფრო მეტი. ამიტომ დამჯდარი აკუმულატორით მოტოს დაქოქვა ძალიან ცუდია რა, ანუ ყოველთვის მაგას რაღაცა შედეგი ექნება. გასაგებია, რომ იაპონურ მოტოებს ელექტრო მოწყობილობები უფრო გამძლეა. ამერიკულ მოტოებზე უფრო ნაკლებად გამძლეა, ამიტომ ამერიკული რელე როგორც წესი დამუხტვის რელეები იღებს თავზე თელ დარტყმას და თუ კაი გაგრილება არ აქვს, დამჯდარი აკუმულატორი აკადემიაში დაუხოკეთ, დაიწვევა. ასე რომ jump start-ის შემთხვევაში თუ jump start-ს ვაკეთებთ, ესე იგი ვეცადოთ მოტოდან მოტოზე, არ დავქოქოთ მანქანა, როცა კაბელებს ვაერთებთ, კიდე მაგით დავეხმარებით და მე პირადად მაგალითად არის სპეციალური jump start-ები სხვათა შორის ელექტრონული, რომელიც ძალიან პატარა არის, ლითიუმის აკუმულატორია შეგნით. ეგ jump start-ები ძალიან კარგია, მაგით შეიძლება მოტოს დაქოქვა, იმიტომ რომ მაგას სპეციალური სქემა აქვს, რომელიც მიკროსქემა, რომელიც აკონტროლებს რამდენ დენს გასცემს. ხო, არ მოგცემს საშუალებას, რომ რაღაცა გააფუჭოთ მაგით. ну გარდა იმისა, როგორც გითხარით, დამჯდარი აკუმულატორით მოტოს დაქოქვა ყოველთვის პრობლემაა გენერატორისთვის. სპეციალური jump start-ით კი ბატონო დავქოქოთ, ის არ მოგცემს საშუალებას, რომ დავაზიანოთ მოტო. მით უმეტეს ისეთი jump start-ი, რომელსაც უწერიო მოტოციკლისთვის არის. ეგ ძალიან კარგია. ჩემ შემთხვევაში მე სახელოსნოში ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, სულ მჭირდება jump start-ი. და როგორ ვიცავ თავს იმისგან, რომ არ გავაფუჭო მოტო, ჯერ ესეთი დაიქოქა ის jump start-ი, დიდხანს არ ვამუშავებ, ხო? დაიქოქა, ისე მივხვდი, რომ ესე იგი აკუმულატორის ბრალია, დამჯდარი აკუმულატორის ბრალია, ან ცუდი აკუმულატორის ბრალია და დიაგნოზი დაისვა, 10 წამი მოტო იმუშავა, დამუხტვა შევამოწმე რომ არის და აკუმულატორი იცვლება. ანუ მე არ ვაკეთებ ესე, რომ დავ jump start-ეთ მოტო და წავიდა ეს დაცლილი აკუმულატორით. არ ეგეთი რამე არ ხდება. მაგ ამისთვის ძველი გაუბედურებული მანქანის აკუმულატორი, რომელიც ძალიან პატარა დენს იძლევა და jump start-ერის კაბელები მე თვითონ მაგაკეთებული თხელი კვეთით, წვრილი ვიწრო კვეთით, იმიტომ რომ ვიწრო კვეთი დიდ დენს არ გაატარებს, არ შეუძლია ფიზიკურად. და ვიცი რომ 10 ამპერზე მეტს ეს ჩემი jumper cable ანუ კაბელი პერემიჩკის არ გაატარებს დიდ დენს. ფაქტიურად jumper-ზე ეს არის რაც მინდა მეთქვა. ესე იგი თუ აკუმულატორი დაგვიჯდა, ვიქონიეთ დამტენი, კიდევ ერთი რჩევა რომ თუ მოტო ყავთ, აკუმულატორის დამტენი უნდა გქონდეთ სახლში. $10-15 ღირს ჩვეულებრივი კვების ბლოკებით არის ერთი ნატურა აგზეთ, ალბათ წითლად ინთება თუ იმუხტება, მწვანედ დაინთება რომ დაიმუხტა. უნდა გქონდეთ რომ ეს $10 დააგიზოგავთ აკუმულატორის სიცოცხლეს, გაახანგრძლივებს, გააორმაგებს და იმ პირობებში, როცა აკუმულატორების ფასები უკვე მე მგონი 12 ამპერიანი აკუმულატორის 300 ლარი ღირს, ხო? ხო, 300 ლარის გადახდა აკუმულატორში. საკმაოდ ძვირია, ხო? და $15-იანი დამტენი ნერვებს, დროს, აკუმულატორს, ფულს, ყველაფერს შეგინარჩუნებთ. და ისიც ისვათ, რომ ეს $15-იანი აკუმულატორს ყოველთვის დაცვა აქვს პოლარობაზე, ხო? ვერაფერს ვერ გააფუჭებთ, მაგით არასდროს პოლარობა თუ ერთად არაფერი არ დაიწვება. და აკუმულატორის გამოცვლისას და აყენებისას ან ისეთ შეგიძლიათ ხელოსანს თხოვეთ, რომ გამოიყვანოს სპეციალური შტეკერი, რომელიც ჰაერში არის, სპეციალურად არის აკუმულატორის დამუხტველისთვის, დამუხტველსაც ეგრე შტეკერი აქვს. არაფრის გახსნა, გაშლა არ გჭირდება, დაერთეთ ამ შტეკერს, ჩაერთეთ დენში.
თქვენ დამტენს აკუმულატორებს და დაიმოხდება. ფაქტიურად ეგ იყო ყველაფერი, რაც მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა აკუმულატორების შესახებ. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, კომენტარებში აუცილებლად დააგვიწერეთ, ის რაც დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ არაფერი შეკითხვა არ გაქვთ, ლაიქები და არხის გამოწერები გთხოვთ არ დაიშუროთ, იმიტომ რომ ჩვენნაირ პატარა არხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.